გნოსტიკურ ლიტერატურასა და კოსმოლოგიაში, განსაკუთრებით 7 წევრიან, ანუ ებდომოდურ სისტემაში, 7 მთავარი არქოტიპი მართავს მატერიალურ სამყაროს 7 სფეროს. თითოეული მათგანი ადამიანის სულს გარკვეულ ილუზიას, ანუ ბადეს ხვევს, რათა მან ვერ შეძლოს თავისი ჭეშმარიტი მეტაფიზიკური საწყისის გაცნობიერება. დავასახელოთ 7 არქონტის მიერ შექმნილი ილუზიების სრული სტრუქტურა. პირველი არის ჟალდაბეოთი, სხვა სახელებიც აქვს მას: სამაელი ან არიელი. პირველი და უზენაესი არქონტი ლომისთავიანი გველი, რომელიც მატერიალური სამყაროს ბრმა შემოქმედად მიიჩნევს თავს. მისი ილუზიაა ეგო და ერთადერთობის ილუზია. იგი სულს უნერგავს რწმენას, რომ ეს ფიზიკური რეალობა ერთადერთია, რაც არსებობს, ხოლო პიროვნული მე, ეგო და მისი გადარჩენისთვის ბრძოლა უზენაესი კანონი. ის კვებავს ილუზიას, რომ ადამიანი დამოუკიდებელი, იზოლირებული ერთეულია, რითაც წყვეტს მას ერთიან სულიერ სამყაროსთან, პლერომასთან. მეორე, იაო, ხაზოვანი დრო, წარსული და მომავალი, დროის მდინარების მართველი არქონტი. მისი ილუზია ქრონოლოგიური ფანტომი. ეს არის ილუზია, რომ რეალობა დაყოფილია წარსულად, აწყვეტ და მომავლად. წარსულით ის სულს აჯაჭვებს დანაშაულის გრძნობას, ტრავმებს და ნოსტალგიას, ხოლო მომავლით მუდმივ მოლოდინსა და შიშს. შედეგად ადამიანი კარგავს ერთადერთ წერტილს, სადაც განთავისუფლებაა შესაძლებელი, მარადიულ აწყვს. მესამე, საბაოთი, სოციალური იერარქია და სამართლის დოგმატი, კანონისა და კოლექტიური წესრიგის მართველი. მისი ილუზია სოციალური როლები და თრუ მორალი. იგი ქმნის ილუზიას, რომ სოციალური სტატუსი, ტიტულები, საზოგადოებრივი ნორმები და გარედან თავსმოხვეული რელიგიურ-მორალური დოგმები განსაზღვრავს ადამიანის ღირებულებას. სული იჯერებს, რომ თავისი ნიღაბია, პერსონა, რითიც იხშობა შინაგანი, თავისუფალი ეთიკა და ინტუიცია. მეოთხე, ადონაისი, მატერიალური მუდმივობა და სიმცირე, ნივთიერი სამყაროსა და ფორმების მმართველობა. მისი ილუზია ფორმის სტაბილურობა და რესურსების სიმცირე. იგი ადამიანს უქმნის ილუზიას, რომ მატერია არის მყარი და მუდმივი, ხოლო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. ეს იწვევს სიხარბეს, დაგროვების მანიას, მატერიალური ნივთებზე მიჯაჭვულობას და შიში იმისა, რომ სულს ფიზიკური საყრდენი გამოიცლება. მეხუთე, ელიოსი, მიზეზშედეგობრიობა, ფატალიზმი, კოსმიური მექანიკის და დეტერმინიზმის არქონტი. მისი ილუზია ფატალიზმი და უსუსურობა. იგი სულს არწმუნებს, რომ ის არის ბრმა ბედისწერის, ვარსკვლავების განლაგების, გენეტიკის ან კარმის უმწეო მსხვერპლი. ეს ილუზია ართმევს ადამიანს ნებას და უმალავს ფაქტს, რომ სულიერ პლანზე მას აქვს აბსოლუტური თავისუფლება და ძალაუფლება მატერიალურ კანონებს. მეექვსე, ორაეოსი, სენსორული აქმა, სიამოვნებათა ტკივილის დიქოტომია, ბიოლოგიური ინსტინქტებისა და გრძნობათა ორგანოების მართველი. მისი ილუზია სხეულებრივი იდენტობა. ეს არქონტი ნერგავს ილუზიას, რომ ჭეშმარიტი რეალობა მხოლოდ ისაა, რაც ხუთ გრძნობით აღიქმება. სიამოვნების ძიებით და ტკივილის შიშით ის ადამიანს აქცევს ბიოლოგიურ პროგრამის, ნეირომედიატორებისა და ქიმიური რეაქციების მონად, რაც ბლოკავს უმაღლეს სულიერ განზომილებების ხედვას. და მეშვიდე, ასტაფაეოსი, შიში და საზღვრები, სიკვდილის ილუზია. ყველაზე გარე სფეროს მატერიალური სამყაროს კიდის მცველი. მისი ილუზია სიკვდილის საბოლოობა და იზოლაცია. იგი ქმნის ილუზიას, რომ ფიზიკური სხეულის განადგურება ნიშნავს პიროვნების სრულ დასასრულს. სიკვდილის ეგზისტენციალური შიში არის უძლიერესი ბორკილი, რომელთაც არქონტები აიძულებენ სულს დაემორჩილოს მატრიცის ნებისმიერ პირობას, ოღონდ კი ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს. გნოსტიკურ ტრადიციაში არქონტების ილუზიებისგან გათავისუფლებას არ სჭირდება გარეგანი ბრძოლა, რიტუალები ან ფიზიკური ძალისხმევა. რადგან მატრიცის ბორკილები თავისი არსით ფსიქოსულიერია, განთავისუფლების გზას მთლიანად ცნობიერების ტრანსფორმაციაზე გადის. ამ პროცესს გნოსტიკოსები უწოდებდნენ გნოზის. არა უბრალოდ ინტელექტუალურ ცოდნას, არამედ პირდაპირ შინაგან გამოღვიძებას. მე გეტყვით კონკრეტულ სულიერ და ფსიქოლოგიურ ნაბიჯებს, რომლითაც ადამიანი ამსხვრევს არქონტების ილუზიურ ფილტრებს. პირველი, დეიდენტიფიკაცია, დამკვიდრების პოზიცია. არქონტების მთავარი იარაღი ისაა, რომ თქვენ გაიგივებთ საკუთარ თავს მათ მიერ შექმნილ პროგრამებთან, თქვენს ბრასთან, შიშთან, წარსულთან, სოციალურ როლებთან. როდესაც გრძნობთ შიშს, ნოსტალგიას ან დანაშაულის გრძნობას, არ თქვათ, რომ მე მეშინია, ან მე დამნაშავე ვარ. დაიკავეთ დამკვირვებლის პოზიცია.
მე ვხედავ, როგორ აღმოცენდა ჩემში შიში ან წარსულის ილუზია. როგორც კი იდენტობას წყვეტთ ემოციასთან, არქოტი ვეღარ იკვებება თქვენი ენერგიით. მეორე, ხაზოვანი დროის გაუქმება და აქ ყოფნა. დროის არქონტები ცოცხლობენ იქ, სადაც არის წარსულის სინანული ან მომავლის მოლოდინი. სუფთა აბსოლუტური აწყოში მათ ძალაუფლება არ გააჩნიათ. ყოველ ჯერზე, როდესაც გონება წარსულის ტრამვებში ან მომავლის ფოთვაში მიგათრევთ, ძალით დააბრუნეთ ყურადღება იმდინარე მომენტზე, ფიზიკურ შეგრძნებებზე, სუნთქვაზე. აწყო არის ის ერთადერთი წერტილი, სადაც ადამიანის სულიერი ნაპერწკალი თავისუფალია დროის დეტერმინიზმისგან. მესამე, სოციალური ნიღბის პერსონას ჩამოხსნა. საბაოთის ილუზია გვარწმუნებს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი პროფესია, სტატუსი ან საზოგადოებრივი როლი. შინაგანი ასკეტიზმი და საკუთარი თავისგან იმ კითხვების დასმა, რომლებიც ეგოს აშინებს, ვინ ვარ მე ჩემი ტიტულების, ჩემი მიღწევებისა და სხვების აზრის გარეშე. მატრიცულ თამაშებზე შინაგანი უარის თქმა, თუნდაც გარეგნულად, მათში მონაწილეობით, სულს უბრუნებს ავტონომიას. მეოთხე, სიკვდილის შიშის დაძლევა. სანამ ასტაფაიოსის შექმნილი ილუზიის შიში მართავს ადამიანს, ის მზად არის ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეს, მატერიულ სამყაროსთან ოღონდ ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს. იმ მეტაფიზიკური რეალობის გაცნობიერება, რომ სხეული მხოლოდ სამოსია. გნოსტიკური მედიტაცია მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა სხეულში ყოფნისას იგრძნოს საკუთარი არამატერიალური, მარადიული ბუნება. როდესაც სიკვდილის შიში ქრება, არქონტები კარგავენ თავიანთ უძლიერეს ბერკეტს. გნოსტიკური სწავლებით, ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე აღწევს გნოზის, სიკვდილის შემდეგ აღარ ტყუდება არქონტების მიერ. როდესაც სული ტოვებს სხეულს და გადის შვიდკოსმიურ სფეროს, თითეული არქონტი ცდილობს მის შეჩერებას თავისი ილუზიებით. თავისუფალი სული მათ პასუხობს: მე გიცნობ შენ ხარ ამა თუ იმ სფეროს მართველი, მაგრამ მე არ გეკუთვნის შენ. მე ვბრუნდები ჩემ მარადიულ სამშობლოში, პლერომაში. ამგვარად, ცნობისა და უარყოფის აქტით, სული გადის მატრიცის საზღვრებს მიღმა.